სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ის სხდომაზე მისვლას. პარტიის წარმომადგენლები მათი ლიდერის კომისიაზე ხელმეორედ დაბარებას პირადი შურისძიების მორიგ მცდელობას უწოდებენ და ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება მმართველი გუნდი და ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხი უნდა აქვს. ეს იყო ერთადერთი იშვიათი გამონაკლისი, როდესაც გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სახელმწიფო მოიქცა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილად ღირსეული თავმოყვარე სახელმწიფო, ვისთვისაც მშვიდობა არის მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიწის ტერიტორიების დაცვის გამო გადადგმული ნაბიჯებისთვის ცდილობენ ყოველ შემთხვევაში, რომ გაასამართლონ ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს ვერანაირად სხვანაირად ვერ შეფასდება თუ არა პოლიტიკური შურისძიება. არა ვარ სპეციალისტი საოკუპაციო ხაზზე მუშაობის. მე ვიცი, რომ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში, ბატონმა გახარიამ ეს საგუშაგო იქ განათავსა. მე ვიცი, რომ ეს კაცი დააწინაურეს გახდა პრემიერ-მინისტრი. დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე რუსეთს გაღიზიანებული იყო ივანიშვილიც, სუსმა არ იცოდა, რაღაცა სასწაული მოხდა და საერთოდ საბოტაჟია ეს ყველაფერი და კაცო საბოტაჟი თუ არის, რას აწინაურებ ამ კაც პრემიერ-მინისტრად ამიხსენი? ხადია ორი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც წამოყენებული იქნება იმ ეგრეთ წოდებული კომისიიდან და იმ ეგრეთ წოდებული კომისიის მოსმენებიდან, რომლებსაც ჩვენ უყურებთ და რომლების პირველივე სხდომებზე გაჟღერდა ის, რომ თურმე გიორგი ანწუხელიძე ვიღაცის პიარს შეეწირა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ცხადია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური мотиваციით გამსჭვალული და გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცხადია ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ мотиваციას ატარებს. გამოძიება არ არის ბატონი გახარიას მიმართ დაწყებული, გამოძიება საქართველოს პროკურატურაში დაწყებულია არა კონკრეტული პირის მიერ, არამედ კონკრეტული მუხლი. გუშინ მეც მივედი და მოწმის გამოკითხვის ოქმის შესაბამისად ჩავომერთვა ჩვენება. გამოძიება კონკრეტული პირის მიმართ არ არის, კონკრეტული მუხლით არის გამოძიება დაწყებული. ასე რომ ვინმეს მიმართ პერსონალურად ვერ იქნება. ბატონმა გახარიამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მან ჩადგა საგუშაგო, როდესაც ჩვენ საპასუხოდ მივიღეთ 5 საგუშაგო, იქვე საგამოძიებო კომისიაზე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმითი, რომ ერთი კვადრატული მიწაც არ დაკარგული იყო, თუმცა ჩვენ ფაქტები და მტკიცებულებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ 1 მილიონი კვადრატული მიწა დაიკარგა ამასობაში და იქ შეეზღუდათ ცდომა იქ მცხოვრებებს, ტყესთან იქნება ეს თუ საძოვართან იქნება და შესაბამისად რა თქმა უნდა ეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან მაღალი და დაახლოებით 1 საუკუნე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ ესეთი დამოუკიდებელი ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა, ვერავინ ჩვენში და საქმეებში ვერ ერევა, ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოში, შესაბამისად რა თქმა უნდა ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა.